მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. საქართველოს მორიგი წინსვლა მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. გერმანიის ელჩის თავის მართლება პეტერ ფიშერი პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს. ერთ საათში პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს უპასუხებს. ორი ძირითადი საკითხია იგლ ჰილსის ინვესტიცია და განათლების რეფორმა. სოფო ბერიძე აშუქებს პრემიერის ინტერპელაციას და პირდაპირ ეთერში გვერდდება. მთავრობის მეთაურთან ინტერპელაცია საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროექტზე და ინვესტიციაზე საუბრით დაიწყება. ირაკლი კობახიძე უპასუხებს დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება სწორედ მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული არაბული MR ჯგუფის შვილობილი იგლ ჰილსის ინვესტიციასთან დაკავშირებით. მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს კომპანია საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუბარია ორ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც განხორციელდება თბილისში და გონიოში. როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ეს ინვესტიცია დაანონსდა, ისტორიულ ინვესტიციას პრინციპში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გამოუჩნდნენ მტრები. ამ კამპანიის სათავეში კი პარტია ლელო გახლავთ. კიდევ ერთი თემა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, ანუ უპასუხებს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს, ეს განათლების მასშტაბურ რეფორმას უკავშირდება. რეფორმა ცოტა ხნის წინ დაანონსდა და ის არაერთ მიმართულებას მოიცავს. განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელი არის, რომ მიხვდეს საქართველო ფეხდაფეხ იმ პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის განათლების ყველა დონეზე ზრუნვა, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების რეფორმა და ამაზე პრემიერ-მინისტრის ამოწურავი პასუხები ექნება დღეს პლენარულ სხდომაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო გამოსვლა ამ ნაწილშიც. რაც უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო შიშვლდება ოპოზიციის რეალური სახე და ჩვენ ვხედავთ ქსენოფობიას და ისტერიას მათი მხრიდან. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული და ძლიერი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული, რომ მათ ქვეყნებში მსგავსი ინვესტიციები ხორციელდებოდეს და ამით საქართველომ არაერთ ქვეყანას გადაასწრო შეიძლება ითქვას. ამიტომ ეს იქნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის და შედეგის მომდანი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ როდესაც ესეთი ინვესტიციები ხორციელდება, ეს არის დამატებითი ბუსტი იმისთვის, რომ სხვა საინვესტიციო მსხვილი ჯგუფების დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში გარანტირებული იქნება. ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას, რაც ყველაზე მთავარია პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც გაახმოვანებენ დეპუტატები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ისიც რომ არის უმნიშვნელოვანესი სამწუხაროდ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს თუ კი რამე ქართული იყო და ქართული აზროვნების სასწავლი იყო, ყველაფერი პრაქტიკულად არის განადგურებული განათლების სისტემაში, როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ის დიდი ინვესტიცია 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობით საქართველოში და ის ბრჭყალებში წუხილები ნაცმოძრაობის და მისი ფილიალების და მისი პატრონების დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ასეთი დიდი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს, რომელიც ისედაც ვითარდება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ვალუტა ფონდის მონაცემებით და ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციით ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო, რომელიც უფრო ძლიერად დაიცავს სუვერენიტეტს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განათლებაზე დგას სახელმწიფოს განვითარება და განათლება არის ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი მომავალია დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხზე დაფუძნებული განათლების რეფორმა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, ფუნდამენტური ცვლილებები იქნება, როგორც სწავლების ხარისხის პროცესში უმაღლეს განათლებაში, ასევე იმ პროფილური გადანაწილებით, რაც რეგიონის მასშტაბით გაიშლება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტების, სახელმწიფო ხარჯების სწორი და ეფექტიანი გადანაწილება.
პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია დაახლოებით 1 საათში დაიწყება. თავდაპირველად ირაკლი კობახიძე უპასუხებს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამის შემდეგ კანონმდებლებს პროცედურის შესაბამისად ექნებათ დამაზუსტებელი კითხვების დასმის შესაძლებლობა და თავად ინტერპელაციის პროცედურა ითვალისწინებს ასევე პოლიტიკურ განცხადებებსაც. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება აღიაროს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის საფრთხე, რომელზეც მართველი გუნდი წლებია ლაპარაკობს და რომლის საპრევენციოდ მიღებულია კანონმდებლობაც. მაკუნა აბულაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება, იმის დასტური და აღიარება, რაზეც მმართველი პოლიტიკური ძალა უკვე დიდი ხანია საუბრობს და ამბობს, რომ საფრთხე რეალურია და ამ საფრთხეს დაზღვევა სჭირდება. შესაბამისად, პირველ რიგში მომავალ თაობაზე ზრუნვის მოტივით ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობა მიიღო და შექმნა კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ იმოქმედებს და კანონი, რომელიც იგივე ბრიუსელიდან ამ დრომდეც ხშირად გამხდარა კრიტიკის საფუძველი. გადაწყვეტილება, რომელმაც ახალი რეალობა შექმნა და გადაწყვეტილება, რომელიც პასუხია ერთი მხრივ იმ ევრობიუროკრატებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ამ საფრთხეს ცინიკურად აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის გამოგონილი იყო და მეორე მხრივ პასუხია იმ ქართველი რადიკალებისთვის, რომლებიც პატრონების დაკვეთის შესაბამისად ქართულ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს საკითხი არათუ საქართველოს, არამედ არც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღის წესრიგში არასდროს დადგებოდა. თუმცა ახალმა რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა. ევროკავშირი მართალია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობაში გაკეთებულ ჩანაწერს არ ითხოვს, თუმცა ის მის წევრ სახელმწიფოებს მაინც ავალდებულებს, რომ რაიმე მექანიზმით სხვა სახელმწიფოებში რეგისტრირებული ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება აღიაროს. თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს როგორ დაარეგულირებს, რა ფორმით დაარეგულირებს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების განაცხადი, რომელიც წინა საარჩევნოთაც იყო გაცხადებული, არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ საზოგადოება ვეწინააღმდეგებით ამ მიმართულებით ლიბერალურ მიდგომებს. ეს არის იმისი აღიარება, რომ ეს საფრთხე შეიძლება რაღაც მომენტში საქართველოს ესე აქტუალური არ არის, მაგრამ მომავალში ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. ჩვენთვის მიუღებელია ის ცინიკური მიდგომაც მათ შორის ზოგიერთი ძალისა ბრიუსელში, რომელიც ამ საკითხს ესე აგდებულად მოიხსენიებს ხოლმე. დღეს ამ გადაწყვეტილებით ყველა ჩვენ ოპონენტს ყველანაირი არგუმენტი მოუსმენთ, ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ, რომ ეს საკითხი ვითომ რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟის საგანი იყო. ეს არის რეალური თემა და ამ გადაწყვეტილებამ სწორედ ამას მიუთითა. მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წიაღიდან არ ხდება დაძალება და დავალდებულება წევრი თუ კანდიდატი სახელმწიფოების ეცქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით საპნეს მუშტივით გასხდა და იმსხვრა ძალიან მალევე, რადგანაც მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად აღიარებს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას, ის ვალდებულია ვალიდურად ჩათვალოს სხვა წევრ სახელმწიფოში მიღებული მსგავსი სამოქალაქო აქტი და პრაქტიკულად დააკანონოს და დააწესოს საკუთარ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ამ თემაზე მკაცრად და მკაფიოდ საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ ჩვენ ვიღებთ ისეთ საკანონმდებლო სივრცეებს, რომელმაც უნდა დაიცვას და იცავს ჩვენს ერს მსგავსი პროპაგანდისგან, მსგავსი პირდაპირი უხეში ინტერვენციისგან ერის ქვეყნის იმ მორალურ პრინციპებთან მიმართებით, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია. ევროკავშირის მართლმსაჯულების ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ გუშინდელი დღიდანვე დავინტერესდით ქართული ოპოზიციის შეფასებით, თუმცა რადიკალური სპექტრის უმრავლესობა გუშინ დაიმალა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს მაინც მოვისმინოთ მათი აზრი, ვინაიდან საინტერესოა ხომ არ შეიცვალა ეს აზრი, რადგან რადიკალური სპექტრი იყო სწორედ სულ ცოტა ხნის წინ, ის ვინც ამბობდა, რომ ეს საფრთხე არარეალურია, აქციებს აწყობდა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და მოქალაქეებს და მეტიც შესაბამისი კანონის მიღებისთვის ხელისუფლების გადადგომასაც კი ითხოვდა.
ეს მაკუნა აბულაძე იყო. გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტების საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, განმარტებების გაკეთება კი არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში თხოვეს, თუმცა ვინ არ აკონკრეტებს. I have never and I will never. არასდროს ჩავრეულ ვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჯერია მხარი და არც არასდროს დაუჯერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. თქვენ ბრძანეთ, რომ გთხოვეს ამ განცხადების გაკეთება. ვინ გთხოვათ? გერმანიის ხელისუფლებას არა. მოდით ასე ვთქვათ აქაურებმა. როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენ ქართული პოლიტიკური განვითარებების შიდა პოლიტიკის კომენტირებას, როდესაც ამხნევებ მოშიმშილე რადიკალებს, როდესაც სხვადასხვა ფორმით ეხმარები აი ამ რადიკალურ ფორმებს პოლიტიკურად სხვადასხვის მხარდაჭერას უცხადებ ამ პოლიტიკურ ძალებს, როდესაც არჩევნებში აკეთებ განცხადებებს, როდესაც აი მსგავსი ტიპის ქმედებებს ახორციელებ, რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ნუ ხა არ ვიცი რომელ დოკუმენტს კითხულობს ან რა ენაზე კითხულობს. ეს უფრო აღიარებითი ჩვენება არის მისი მხრიდან, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ის უხეშად ერეოდა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ სასამართლოზეც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას. და ისიც გვახსოვს, რომ მიდგა ისეთი პლაკატების წინ, სადაც პირდაპირ მოწოდება იყო ძალადობისა და სიძულვილისკენ. ვის გულისხმობს იმაში, რომ მომიწოდეს ამ განცხადების გაკეთებაო, ამაზე თვითონ დააზუსტო სუპრიანი იქნება. ერთი ფაქტი არის, რომ თუ ამით ხდება აღიარება მისი მხრიდან, რომ სინამდვილეში აფორდა ვენის კონვენციას და მომავალში ამას აღარ გააკეთებს, კი ბატონო დაველოდოთ, თუ არ გააგრძელებს მსგავს საქმიანობას, ეს მისივე რეპუტაციისთვის იქნება პირველ რიგში კარგი. სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 7-ულშია, მსოფლიო რეიტინგში კი 7 ადგილით დაწინაურდა. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს, საქართველოს უსწრებს დიდი 7-ულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და მონტენეგროს. ევროპის საუკეთესო 7-ული კი ასეთია: შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია და საქართველო. პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა სქილვილის პროფესიული კოლეჯი გახსნეს, გაიმართა განვითარების გეგმის პრეზენტაცია, მიზანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროფესიული კოლეჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებაში. ჩვენი მისია მივეხმაროთ ქართულ ახალგაზრდებს გახდნენ თანამედროვე 21 საუკუნის შრომითი ბაზრისთვის, რაც შევა მოთხოვნადი პროფესიონალები. ასეთ საგანმანათლებლო დაწესებულებები ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და საქართველოს როგორც რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებისთვის. ის ოფისი, რომელიც დღეს გაიხსნა, საშუალებას აძლევს ასობით ახალგაზრდას, რომ თავისი უნარები კონკრეტული მიმართულებით გაიღრმავონ, რაც არის პირველ რიგში გამოძახილი იმ საჭიროებებზე, რომელიც ბაზრის კვლევიდან მომდინარეობს, იმ კონკრეტულ პროფესიებზე, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი არის. ამასთანავე, სქილვილი ჩვენი ინფორმაციით აპირებს, რომ ეს ქსელი გაზარდოს, სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამებს და სახელმწიფოს მხრიდან არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროფესიული განათლების კუთხით გადამზადება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულების უსმა გამოავლინა და ისინი თურქეთში მოქმედი ეგრეთ წოდებული ბარიშ ბოიუნის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვაში. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ამოიღეს, მათ შორის არის ემდემა, მარიხუანა, პრეკაბალინი და გაბაპენტინი. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დასადგენად და გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ახალგაზრდობის ხმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა მათ მიაწოდეს ინფორმაცია სურსათის უნებლობის ძირითად პრინციპებსა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ატარებს. ეროვნული დებატების ჩემპიონატისთვის ემზადებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვით თემატიკაზე, სურსათის უნებლობაზე, ახალგაზრდების კეთილდღეობაზე და ამ საკითხებზე უშუალოდ დარგის სპეციალისტებისაგან მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მოსწავლეებს მოგვეწოდა ინფორმაცია სურსათის მიერ დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებზე და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ ისევე როგორც დებატებში, ასევე ცხოვრებაშიც. საქართველოში საფრანგეთიდან 10 ტუროპერატორი იმყოფებოდა, ისინი ქართველ კოლეგებს შეხვდნენ განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები. ფრანგი ტუროპერატორები გაეცნენ თბილისის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ მარშრუტებს, იყვნენ კახეთში, პროექტ მზის კარის ობიექტებზეც, სადაც ქართული კერძები და ღვინო გასინჯეს. წლის განმავლობაში ჩვენ საფრანგეთში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა გქონდა, ისეთი როგორიც არის გარე რეკლამა, გამოფენა, B2B შეხვედრები, ქვეყნის პრეზენტაციები. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საფრანგეთიდან საქართველოში ყოველ კვარტალურად ბევრად მეტი მოგზაური სტუმრობს. ძალიან მომეწონა საქართველო, ლამაზი ქვეყანაა და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა, ჩვენს კლიენტებს აუცილებლად შევთავაზებთ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გამოვარჩევდი არქიტექტურას, მრავალფეროვნებას, კულტურას და სამზარეულოს. მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გასტრო ბათუმი ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან. გაიმართება თევზის კულინარიული მასტერკლასები. საერთაშორისო მიშლენის ვარსკვლავის სტატუსის მქონე შეფები იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან ჩვენ ადგილობრივ შეფებთან ერთად იმუშავებენ ძალიან საინტერესო პროექტებზე, მასტერკლასებზე, რომლის ფარგლებშიც მომზადდება როგორც ადგილობრივი ტრადიციული კერძები, ასევე ისინი გაეცნობიან იმ თანამედროვე მიდგომებს და ტექნოლოგიებს, რომელიც უშუალოდ თევზეულის მომზადებასთან არის დაკავშირებული. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, ქრონიკა დასრულებულია.